საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადეფათაზესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. ბრძოლა Deep State-ის მეთოდებით საქართველოს ხელისუფლებასთან ამერიკულმა სკანდალმა ოპოზიციას რიტორიკა შეაცვლევინა. უვიზო მიმოსვლა ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად. რა არის ბრიუსელის შანტაჟის რეალური მიზანი? ინტერვიუ საქართველოს პირველ დიპლომატთან. რატომ გადის ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების გზა ბრიუსელისთვის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე? 250 დაშავებული ერთ ღამეში, რატომ ვერ შეძლო გახარიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ შტურმის სხვაგვარად არიდება. საგამოძიებო მოქმედებებით სამართლებრივი პროცესის მოკვლევა გრძელდება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში რა საკითხები განიხილეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯეიჰուն ბაირამოვთან. რეგიონების გაძლიერების ამოცანა რა მხარდაჭერას სთავაზობს სახელმწიფო ფერმერებს. ანტიქართული კამპანიის მხილება ამერიკული ფარასგან ნაციონალური მოძრაობის ლობისტები კონგრესმენ ჯო უილსონს აფინანსებენ. ინფორმაცია კომპანია ნელსონ მალინსის კლიენტების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად ნაციონალებმა ფული გადაიხადეს ამერიკის მთავრობასთან ადვოკატირებისთვის და პარადოქსულია, მაგრამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში ხელშეწყობისთვის. მეგინ არსავიძეა პირდაპირ ეთერში. ამერიკული ფარას ვებგვერდზე რადიკალების მხილება გრძელდება. ქვეყნის გარეთ გაკეთებული ანტიქართული განცხადებები და მათ შორის სწორედ ჯო უილსონის გზავნილებით, რომ კონკრეტული ფასი ღირს და ამაში თანხას ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია იხდის, ეს უკვე ქართველი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი. ამ თანხას კი ოპოზიცია იხდის სწორედ იმისთვის, რომ მათი ვიწრო პარტიული ინტერესები გატარდეს, თუმცა მათი ყველა მომდევნო მცდელობა არის უშედეგო. ჯო უილსონის ანტიქართული განცხადებები და ამ გზავნილებში გადახდილი სოლიდური თანხა. ამერიკულ ფარაზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა ოპოზიციის მორიგი სიყალბე გამოავლინა. ირკვევა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიქირავა ლობისტური კომპანია ნელსონ მალინსი. დოკუმენტს ხელს აწერს პეტრე ცისკარიშვილი. გადახდილი თანხის ოდენობა $360,000. ეს კომპანია კი თავის მხრივ მათ შორის ჯო უილსონის პოლიტიკურ კამპანიას აფინანსებს, რაშიც $87,500 აქვს გადახდილი. კომპანიამ ასევე სოლიდური თანხა შესწირა სენატორ ლინდსი გრეჰემის კამპანიასაც. ამ მხილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. გაირკვა რა ღირს ქართველი ხალხის სიყვარული. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა. შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა. უცხოეთის აგენტების ამერიკული რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო ქართველი რადიკალები არაერთხელ აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც ანტიქართული განცხადებებისთვის ფულს იხდის, ახლა კითხვებით ღიზიანდებიან, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს აცდენილია, ყველაფრის რუსულობით შეფუთვას ცდილობენ. იმდენად ჩიხში არის ეს კრემლის პროპაგანდისტული ეს რაღაცა ნარატივი შესული, რომ ამგვარ ბოდვასაც არერიდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანია ნაცმოძრაობას დაეხმარება უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. ეს იმ დროს, როცა ეს პოლიტიკური ძალა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ნაცმოძრაობის მავნებლობასა და ფარას მნიშვნელობაზე საუბრობენ ხალხის ძალაში. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ამერიკაში მოქმედი კანონი, ეგრეთ წოდებული ფარა, აღმოჩენილა წყარო იმისა, რასაც ჩვენ ამტკიცებდით ხოლმე. ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით, სააკაშვილის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, უცხოურ ძალებთან დაკავშირებით, რომლებიც ფულს ოფიციალურადაც იხდიან ლობისტური კომპანიებისთვის, რომლებიც მე რა თქმა უნდა აქვეყნებენ ამას ფარაში. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიცია სოლიდურ თანხას ხარჯავს მხოლოდ ერთი მიზნით, დააზიანონ საკუთარი ქვეყანა უცხოელების მიერ გახმიანებული უარგუმენტო ბრალდებებით. როდესაც ვიღაც ესეთი მონდომებით აკეთებს განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით და სრულ თანხმედრაშია კონკრეტული პოლიტიკური ძალის
ეგრეთ წოდებულ message box-თან, რა თქმა უნდა, ამის ძალიან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ ეს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა ამგვარი, ასე ვთქვათ, ინტერესი და დაინტერესება საქართველოს საკითხით და საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ამერიკული ფარა არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, ძალიან ხშირად გავიგოთ სიმართლე რა ხდება ჩვენს გარშემო. ვისმენდით არასწორ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით, არასწორ დამოკიდებულებას იმ კონკრეტული კონგრესმენის მხრიდან. ამაზე საუბრობდით, რომ ფული აქვს ამ ადამიანს აღებული, რომ დააყენო და რომ უთხრა, მიუტანო, რომ გააჩვენო საქართველოს სად არის, აი დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის სად არის საქართველო. და წარმოდგენა არ აქვს, შეიძლება ჯორჯიის შტატი გონია საქართველო. მაგრამ ფული აქვს აღებული იმ ადამიანს, რასაც დაუწერენ, იმას აჟღერებს და იმას იმეორებს. აი ეს არის რეალობა. ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის თურმე ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს სიყვარულის და მეგობრობის ფასი. ეს არის $360,000, დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გვახსოვს ბევრი ცდილობდა 1 მილიონი ლარის შოვნას, მილიონების შოვნას და როგორც ჩანს ბატონ სანიკიძეს დღეს უკვე შეუერთა ბატონი ვილსონიც, რომელიც ქართული პოლიტიკიდან ცდილობს მილიონების შოვნას. ეს არის რეალურად მათი მეგობრობის, ვითომ მეგობრობის, პოლიტიკური აქტიურობის უკან სინამდვილეში დგას ფული. ქვეყნის გარეთ გაკეთებულ ყველა ანტიქართულ განცხადებას აქვს კონკრეტული ფასი. ეს კი არაერთხელ გამოააშკარავა ამერიკაში მოქმედმა ფარამ, რომლის მსგავსი რეესტრის შექმნას საქართველოში რადიკალები ეწინააღმდეგებოდნენ. Deep State-ის მავნებლობას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი იკვლევს. ამერიკული დაზვერვის მიერ გამოვლენილმა სქემამ რიტორიკის შეცვლა აიძულა მათ, ვინც პრობლემას მითად წარმოაჩენდა. პრორუსობისა და რუსეთთან კავშირის დაბრალებით არასასურველი ძალების ჩამოშორება ამ ხელწერის შესახებ ქართულმა უცნებამ უფრო ადრე განაცხადა, ვიდრე ეს ვაშინგტონში ხმამაღლა თქვეს. ახალი ის მასშტაბია, რასაც Deep State-ის გავლენების კვლევა აჩვენებს. ანუ კი ჩხიკვაძე გიამბობთ. ბრძოლა არასასურველ ხელისუფლებასთან იდენტური მეთოდებით Deep State-ის ტაქტიკა ყველა ქვეყანაში ერთნაირად მოქმედებს. განსხვავებული აზრის პრორუსულად გამოცხადება და მათი პროპაგანდის მედია საშუალებებით გავრცელება. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის მიერ გაშიფრული სქემა კარგად ნაცნობი ხელწერაა ქართული ოცნებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას Deep State უკვე წლებია ამ პროპაგანდის საშუალებით ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის NGO-ბისა და ევროპელი ბიუროკრატების ჩართულობით ებრძვის. მათთვის არასასურველი პოლიტიკოსი, არასასურველი პოლიტიკური პარტია, არასასურველი შედეგები ყოველთვის შემოყავთ რუსეთი და მიდის გაშავების პროპაგანდა, რომ ის არის რუსეთულმე. საქართველოში რა რამე განსხვავებული კი არ ხდება. ეს პროპაგანდა, რომ თითქოს ჩვენ რაღაც რუსულ საქმეს ვაკეთებთ და ვერავის მაგალითი ვერ მოყავს ერთი რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ რუსული და მე უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების, როდესაც წინა ხელისუფლებაში იყვნენ, თუნდაც სახელმწიფო მნიშვნელობის კომპანიების გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე და ასე შემდეგ. მათ ვინც ქვეყანაში Deep State-ის ინტერესების გამტარებელი ამერიკაში გაშიფრულმა სქემამ უხერხულობა დღეს კიდევ ერთხელ შეუქმნა. თუ აქამდე ოპოზიცია ირონიით ირწმუნებოდა, რომ Deep State არ არსებობდა და საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო გამოგონილი, ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადების შემდეგ საკუთარი სიტყვები უკან მიაქვთ და თავის მართლებას აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ. ის რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიას შორის არის, ასე ვთქვათ, დაპირისპირება და რაღაცა თემა არის, რასაც ეძახიან, ვთქვათ, რესპუბლიკელები, რა შუაშია ამერიკის ფარგლებს გარეთ. შტატებში დაწყებული სკანდალური პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში პრორუსულობის შესახებ ცრუ ნარატივით არაფორმალურ მმართველობას მთელი მსოფლიოს და მათ შორის ქართველი ხალხის დამორჩილება სურთ. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოსთან ეს ტაქტიკა არ ამართლებს. გაუაზრებლად თუ გააზრებულად ახდენენ რუსეთის განდიდებას. ფაქტობრივად ამბობენ, რომ რუსეთს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი ნებისმიერ დროს, შეუძლია ზესახელმწიფო ამოატრიალოს, არჩევნები შემოატრიალოს ნებისმიერ დროს, ასობით მილიონი ადამიანის პოლიტიკურ ნებაზე ითამაშოს უმარტივესად. ამიტომ მოსახლეობამ ნახოს რეალურად ვინ არის პრორუსი. დღეს ამას იქით, ვინც სწორედ აი ამ სქემის, რომ აი ამ იალიყების ასე უპრაკონოდ გასროლას დაიწყებს,
ძალიან მარტივად ჩვენ გვეცოდინება უკვე ღიად უკვე ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პირით და სახელით, რომ ეს ადამიანები სწორედ ამ დიდი სქემის ნაწილი არიან. ზუსტად იგივე ვითარდება საქართველოს შემთხვევაშიც, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა შემიძლია მაგალითად მოვიყვანო, იგივე საფრანგეთში ქალბატონი ლეპენის შემთხვევა, იგივე გერმანიაში AfD-ს აკრძალვის საკითხი, იგივე რუმინეთში, როდესაც ბატონ ჯორჯესკუს გაუქმეს მოგებული საპრეზიდენტო არჩევნები, ვინაიდან ეს ყველა ის ადამიანი არის და ის ლიდერი არის, რომელიც არჩდება Deep State-ის დღის წესრიგში მარტივი მიზეზის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი, ასე ვთქვათ, იცავენ და ატარებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, იცავენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს. ოფიციალური თბილისის მიერ დიდი ხნის წინ გამოაშკარავებულ Deep State-ის ხელწერასა და მეთოდებზე ახლა ვაშინგტონშიც ალაპარაკდნენ. მეტიც, იუსტიციის დეპარტამენტში უკვე გადაგზავნილია კონკრეტული მტკიცებულებები მის შესახებ, რომ პრორუსულობის საბაბით ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია Deep State-ის ხელწერით ობამასა და მისი ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული. მის წარმოებაში კი 2016 წელს სახელმწიფო სტრუქტურები მონაწილეობდნენ. საქართველოს გლობალური პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა გრძელდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ საფრთხე უცვლელია ისევე როგორც ქართული ოცნების პოზიცია. ამ პოლიტიკით ხსნის მმართველი გუნდი ბრიუსელისაგან გააქტიურებულ წნეხს. უვიზო მიმოსვლა ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის ახალი ინსტრუმენტი, ასე ხედავს საქართველოს პირველი დიპლომატიც. მაკა ბოჭორიშვილს სოფო ბერიძე ესაუბრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ქრონიკასთან ინტერვიუში მაკა ბოჭორიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ქართულ ხალხს გარკვეული ძალები პოლიტიკურ არჩევანს უწუნებენ. ამიტომაც ახლა ცდილობენ შანტაჟის გზით საზოგადოების განწყობების ცვლილებების მიღწევას. რატომ უნდათ ევრობიუროკრატების ნაწილს ეს? საგარეო საქმეთა მინისტრი არ ერიდება ღიად თქვას, რომ ევროპაში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც საქართველოს სათავეში უნდათ ხალხი, რომლებიც ქვეყანას დამანგრეველ შედეგს მოუტანენ. ქვეყნის პირველი დიპლომატის მსგავსად და კიდევ უფრო მკაფიოდ ამ საფრთხეზე ქართული ოცნებიდან სხვა პოლიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც ამბობენ, რომ არსად წასულა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე და რომ კონკრეტულ ჯგუფებს ჩვენი ქვეყნის ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომში ჩართვა უნდა. ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, ეს არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში. ქვეყნის პირველი დიპლომატი ქრონიკასთან ინტერვიუში ამას კაია კალასის მიერ მის სახელზე გამოგზავნილ ბოლო რეკომენდაციებზე ამბობს. მაკა ბოჭორიშვილისთვის დემოკრატიისგან შორს არის მოსთხოვო ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ხალხის დაკვეთით მიღებული კანონების გაუქმება. ეს ყველაფერი მივიღეთ იმიტომ, რომ ეს სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვას. მაშინ, როდესაც ითხოვ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც არჩეულია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, გააკეთოს ის, რაც სხვას სურს და არა ის, რაც სურს ხალხს, რომელმაც აირჩია, რა თქმა უნდა, ეს სრულიად წინააღმდეგობაში მოდის პირველ რიგში დემოკრატიულ სტანდარტებთან. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის წინააღმდეგობრივია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი საქმეების ფონზეც, რომელიც საქართველოს ევროპის უსაფრთხოებისთვის უკვე გააკეთა და რომელსაც ახლაც განაგრძობს. მათ შორის ამიტომაც არის, რომ ქვეყნის პირველი დიპლომატი უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბარს ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტს უწოდებს. მათ შორის ჩვენ გავყევით ისეთ საკითხებზე, როგორც იყო ჩვენივე საზღვარზე კონტროლის განხორციელება, მაშინ როდესაც საჭირო იყო დამატებითი ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ პრევენცია მოგვეხდინა არალეგალური მიგრაციის. ყოველგვარი აპელირება იმაზე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება რამეს არ აკეთებს იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლა კონდეს საქართველოს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული. ერთადერთი, რაც ამ წერილში იკითხება, ეს არის მუქარა ქართული საზოგადოებისადმი, ქართული ხალხისადმი, რომ თქვენ დაისჩებით. ამ ინტერვიუსას ბუნებრივად ჩდება კითხვები, რა არის შანტაჟის რეალური საფუძველი და რატომ ებრძვის ევრობიუროკრატების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას. საგარეო საქმეთა მინისტრს საკუთარი დასკვნა აქვს, რომელიც უახლოესი წარსულის ანალიზს ეფუძნება. ჩვენ რეალურად ვიხილეთ უპრეცედენტო ჩარევის მცდელობები საქართველოს არჩევნებში. ქართულმა ხალხმა გააკეთა ის არჩევანი, რაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილურობა და მშვიდობა. ეს არჩევანი იყო გარკვეული ძალებისთვის მიუღებელი და ახლა ეს გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ სხვა მექანიზმები აამოქმედონ იმისათვის, რომ
უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მოახდინონ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, უფრო მეტად გამოიწვიონ ქართული საზოგადოების განწყობების ცვლილება. არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც საქართველოში არ აწყობთ და არ სურთ სტაბილური განვითარება. არის გარკვეული მცდელობები იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ჩართული სწორედ იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანას მოუწანს არასტაბილურობას, არამედ სრულიად არასტაბილურობას და ექნება დამანგრეველი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის. როცა საფრთხე რეალურია, ხელისუფლება ამბობს, რომ მთავარია საზოგადოება არ ახვეს კონკრეტული ევრობიუროკრატების პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს განადგურების წინაპირობა იქნება. ამ დროს კი სააკაშვილის გუნდი როგორც წარსულში საფრთხეებს ვერც ახლა ხედავს. ეს არის სრული ბოდვა და კიდევ ერთხელ კრემლის პროპაგანდა, რომ რამენაერად აღმოაჩინონ შავი კატა ბნელ ოთახში. ჩვენ გვახსოვს თუ რა განცხადებები კეთდებოდა, მაგალითისთვის მოვიყვან უკრაინის უმაღლეს თანამდებობის პირების მხრიდან, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში გაჩაღდეს მეორე ფრონტი და შევეხიდოთ უკრაინას. რაღაცისთვის რუსეთისთვის დისკომფორტია, ჩვენთვის ეს იქნებოდა პირდაპირი ჩამონგრევა მთლიანად ქვეყნის. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ამ საფრთხეებს ვიაზრებთ და მაქსიმალურად ფრთხილად ვდგავთ ნაბიჯებს კიდევ ერთხელ მაქსიმალურად საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციების შემოტანა, რომ მსგავსი ტიპის ჩარევები იყოს მაქსიმალურად გადასხვეული. ამ რეალობაში ნებისმიერ საკითხზე ევროპელ მაღალჩინოსნებთან დიალოგისთვის მზად არის საქართველოს მთავრობის მეთაური. თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ კანონები, რომელთა გაუქმებასაც ბრიუსელი თბილისს თხოვს, პრინციპულად მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობების, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. რატომ გადის ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების გზა ბრიუსელისთვის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე? ამ ლოგიკური კითხვის გადასაფარად გააქტიურებულია კამპანია საკითხის არასერიოზულად წარმოსაჩენად. რეალურად კი საუბარია ბრიუსელისგან იმ კანონის გაუქმების მოთხოვნაზე, რაც საზოგადოების უმრავლესობისა და ეკლესიის ინტერესს ასახავს. რატი მეტრეველია პირდაპირ ეთერში. ევრობიუროკრატებისგან შეტევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორის არის კანონი, რაც ჩვენს ქვეყანაში ოჯახურ ღირებულებებსა და პროპაგანდისგან არასრულწლოვნებს იცავს, რატომ სვამს სტოლობის ნიშანს ევრობიუროკრატია კანონების არსებობასა და ვიზა ლიბერალიზაციას შორის ამას მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს. შანტაჟი ხალხის არჩევანზე, ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს შანტაჟის ბოლო ფორმულირებულ ვერსიას რამდენიმე პუნქტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებით საყურადღებოა. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნა. ამ კანონის მიღება ქართველი ხალხის სრული უმრავლესობისთვის რომ არც მოულოდნელი ყოფილა და არც მიუღებელი, ამას 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება ყველაზე კარგად ადასტურებს. საზოგადოებისგან მომდინარე დაკვეთა, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვას ეხება. საკითხს მხარდაჭერა აქვს საქართველოს საპატრიარქოსგანაც. ახლა მთავარი კითხვაა, რატომ ითხოვს ევროკავშირი საქართველოში ამ კანონის გაუქმებას და რატომ ცდილობენ რადიკალების სარკასტული პროპაგანდით საკითხის არასერიოზულად წარმოჩენას. თემას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია არკვევს, გთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად ათხოვებას და ყოველ წელს 100 ნარჩევი გოგობიჭის მიგვრას. ამ ვითომ და გარკვევის მიზანის სინამდვილეში მათ პროპაგანდით ნაკარნახევი აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა. სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს. მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა რატომღაც რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ხალხის მიერ ხვამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც უვიზო მიმოსვლასთან წესით არანაირი კავშირი არ აქვს. ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში გარკვევის ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი როგორც სხვა დროს არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს. უნდა გაუქმდეს თუ არა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აგრძელვა. უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აგრძელვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აგრძელვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აგრძელვა. საკითხზე სოციალურ ქსელში წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის შეფასებით აგენტურა კალაპოტიდან ამოვარდა.
გათხოვილ კაცებზე ღადაობით უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი, ასეთი გოიმური დავალების შესრულება როგორ შეიძლება. ძალიან ამოვარდა დიპ აგენტურა კალაპოტიდან. გარე პატრონების ნარატივს იზიარებენ ოპოზიციურ სპექტრშიც, თუმცა საკითხზე თამამად საუბარს მაინც ვერ ბედავენ. არადა შეკითხვა მარტივია. რა არის ამ კანონში ისეთი, რის საპირწონედაც ევრობიუროკრატები ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ემუქრებიან. კანონ პროექტის აქ ტრიბუნიდან განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ. კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნა, რომ პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმია, ეს სახელმწიფო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნა. ქართველი ხალხის არჩევანით გაბრაზებული ევრობიუროკრატების რეაქცია ასეთია მათი შეფასება. არაფერი კავშირი არ აქვს, კაცო, არც გამჭვირვალობას და არც აღნიშნულ კანონს, რაზეც თქვენ საუბრობთ, ვიზა ლიბერალიზაციას. ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვისმენთ, რომ აი ეს არის პრობლემა, ეს არის პრობლემა, ეს უნდა შეცვალოთ, ეს არაფერ შუაში არ არის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ისინი 26 ოქტომბერს დამარცხდნენ ქართველმა ხალხმა, ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა ის ადამიანები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას და უნდათ საქართველოს გამოყენება ისე, როგორც გამოიყენეს სხვა ქვეყნები. და რა მდგომარეობა იმ ქვეყნებში დღეს კარგად ხედავთ და არ გვინდა, არავის არ ვაძლევთ ამის საშუალებას. გვინდა მეგობრობა, მზად ვართ, გვინდა პარტნიორობა, მზად ვართ ამისთვის. და ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. გაუგებარია, როდესაც ერი-დაბერი თანხმდება, რომ ეს არის სასარგებლო საქართველოსთვის, როდესაც თავად ევროკავშირს არ აქვს ერთიანი რაღაც კანონმდებლობა, რომელიც ამ საქმეს არეგულირებს და განსხვავებული მიდგომები აქვს სახელმწიფოებს, რატომ ჩნდება ეს თემები ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში? სწორედ ამიტომ გვიჩნდება ჩვენ ეჭვი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შანტაჟის საკითხი და არა რეალურად რაიმე ისეთი საკითხი, რომელმაც შეიძლება ან ევროკავშირს ან წევრ სახელმწიფო მის მოქალაქეებს შეუქმნას საფრთხე რაიმე ფორმით. ერთ-ერთი კანონი, რომლის გაუქმებასაც ევრობიუროკრატები დაჟინებით ითხოვენ, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა შესახებ კანონია. სწორედ ის კანონი, რომელიც ქვეყანაში ეროვნულ ღირებულებებს იცავს და რომლის სულისკვეთებასაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იზიარებს. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის მხარდამჭერი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან არასასიამოვნო აღმოჩნდა ზოგიერთი NGO-ს წარმომადგენლისთვის. მაგალითად, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამტკიცებს, რომ ამ კანონის არსებობას მხარს არა საპატრიარქო, არამედ მისივე თქმით მეუფე შეუჭერს. საპატრიარქოს განცხადებაც კი მისივე თქმით სწორედ მას ეკუთვნის. მისთვის არასასურველი განცხადების გამო თავად მეუფე შეურაცხყოფას აყენებს. მის არასამთავრობო ორგანიზაციას ევროკავშირი აფინანსებს, ამიტომ ჩვენ საქართველოს წარმომადგენლობისგან დავინტერესდით, იზიარებენ თუ არა იმ პათოსს, რომელსაც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. პასუხი კი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, არაერთი ესეთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ეს მდიდარი NGO-ები, ვისაც ჩვენ უწოდებთ, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიზანი იმ დაფინანსების, რაც მოდიოდა USAID-ისგან, NED-ისგან და სხვადასხვა ევროპული ფონდებისგან, ხო, გარდა იმისა, რომ მუდმივ რყევაში ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ დარტყმები განხორციელებულიყო ჩვენი ქვეყნის იდენტობაზე, ეკლესიაზე, რწმენაზე და ასე შემდეგ და ეს ამ ყველაფრის თვალსაჩინო, ასე ვთქვათ, მაგალითი არის. აი ეს ადამიანი რომ გამოდის და საჯარო სივრცეში ამას საუბრობს. აი ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მაგალითი და თან იტყუება იმას, რომ ამაზე თურმე საპატრიარქოსთან ყოფილი რაღაც მოლაპარაკებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამისთან რაღაცა ბოდვებს რომ მოისმენ. აი ეს არის ზუსტად კლასიკური მაგალითი იმის, რაზეც ჩვენ საუბრობ და აი ესეთი არასწორი, არაქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისგან უნდა დავიცვათ ამ კანონით ზუსტად არასრულწლოვნები და არა მარტო არასრულწლოვნები. როცა ამბობენ, აბა სად შეურაცხყოფენ პატრიარქს, საპატრიარქოს, აგერ გადაეცით, ჩემი თუ არ გჯერათ ტელევიზიებს დაუჯერეთ, გადაეცით ეს იმ ადამიანებს, ვისაც არ ჯერა რომ საპატრიარქოს ებრძვიან და მერე დაიჯერებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საპატრიარქო და სასულიერო პირების შეტევის სამიზნეები ხდებიან, მიზეზი კი საპატრიარქოს მხრიდან ეროვნულ ღირებულებებზე დაცვის მხარდაჭერა. მადლობა რატიეს რატიმეტრეველი იყო. 250 დაშავებული ერთ ღამეში, რატომ ვერ შეძლო გახარიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ შტურმის სხვა გვარად არიდება. 20 ივნისის სამართლებრივი ანალიზი საგამოძიებო მოქმედებებით გრძელდება. რუსთაველის გამზირზე დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის ჟურნალისტები. ნინო არღლიანი გვერდება.
საგამოძიებო ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე ხვალაც დაზარალებულების მონაწილეობით გაგრძელდება. გენერალური პროკურატურა იკვლევს, რამდენად პროპორციულ ძალას იყენებდა გიორგი გახარიას მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის დაშლისას და ასევე 2019 წლის 20 ივნისის ღამეს ხომ არ გავიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კანონის ჩარჩოდან. სწორედ ეს დაავალა სტრასბურგის სასამართლომ ქართულ გამოძიებას და მაშინ, როდესაც გამოძიებას კითხვები ექნება, ეს პასუხები დაუყოვნებლივ სწორედ ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. დღეს კი საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა ჟურნალისტებმა და არა მხოლოდ ჟურნალისტებმა მიიღეს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს მძიმედ დაშავდნენ. საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მონაწილეობით განახლდა. ეს ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილია, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის ღამეს დაშავდა. რეზინის ტყვით ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა იმდენად მძიმე იყო, რომ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. მკურნალობდა თბილისსა და თურქეთში. ვიდექი ევროკავშირის დროშის ქვევით შემაღლებულ ადგილზე და ასევე სპეცრაზმელებიც განთავსებულები ერთი ნაწილი განთავსებული იყო ზუსტად ჩემს წინ შემაღლებულ ნაწილზე ისინიც და ზუსტად ამ ადგილიდან ალბათ დაახლოებით 5 მეტრიდან მომხვდა. მრავლობითი დაზიანება მქონდა, ერთი ტყვია მომხვდა ფეხის არეში არტერიასთან ძალიან ახლოს. პირველ ეტაპზე დამჭირდა გადაუდებელი ოპერაცია, რომ ტყვია ამოიღოთ ისე, რომ არტერიას არ შეხებოდნენ, ასევე კუნთის ნაწილის მოჭრა დამჭირდა ფეხში, რადგან ტყვიას ჰქონდა დაზიანებული, ძვალი იყო დაზიანებული, ნერვები და მყესები იყო გაწყვეტილი. შემდეგ დამჭირდა რამდენიმე წელი საქართველოს პარალელურად თურქეთის კლინიკაში მკურნალობა. რამდენად პროპორციული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და სწორად იყო თუ არა დაგეგმილი საპოლიციო მოქმედებები. სწორედ ამას იკვლევს საგამოძიებო უწყება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა საგამოძიებო ექსპერიმენტს რუსთაველის გამზირზე ატარებს. მიმდინარეობს გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტზე. აქ საუბარი არის, რამდენად პროპორციული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ქმედება, რამდენად სწორად იყო და ღონისძიება დაგეგმილი და ბუნებრივია, როდესაც გამოძიების საგანს წარმოადგენს ეს გარემოება, ამ კუთხით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით 20 ივნისთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გიორგი გახარიამ გააჩინა. ხალხის ძალას ბევრი გარემოება აეჭვებს, მათ შორის ოპოზიციაში გადაბარგებულ გახარიაზე ოპოზიციის დუმილიც. გახარიამ კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა, ვიდრე იყო. იმიტომ რომ ამბობდა, რომ ის იყო პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე და ახლა ამბობს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე აი იმ ბრძანებებზე, რაც გაიცა გასულებასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგია, რომ გამოძიება ჩატარდება და საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს რა როლი ქონდა გახარიას ამასთან დაკავშირებით. და სხვა შორის საინტერესო ისიც არის, ჭყალებში საინტერესო, რომ ოპოზიცია დღეს აღარ ამბობს იმას, რომ 20 ივნისი გამოსაძიებელია და რომ გახარიას მიმართ კითხვები არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარ ამბობს, იმიტომ რომ ეხლა არიან ერთ deep state-ში მოქცეულები ყველა, მათ შორის გახარია. იყო თუ არა შესაძლებელი რეზინის ტყვიების გამოყენების გარეშე შტურმის თავიდან აცილება. ქართული ოცნება ყველა კითხვაზე პასუხს სწორედ გამოძიებისგან ელოდება. მათ შორის ელის, რომ გამოიკვეთება, ვის დავალებას ასრულებდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ჩვენთვის საინტერესო არის, რომ ეს გადაცნომები იყო უნებლიეთ ჩადენილი, თუ ეს იყო მიზანმიმართულად განხორციელებული, მას შემდეგ რაც გიორგი გახარია გაიშიფრა როგორც უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასრულებდა იმ საკონძო მომენტში გარედან წამოსულ დავალებებს და გარკვეულწილად პროვოკაციულ მომენტებს ქმნიდა, ამ შემთხვევაშიც შეიძლება არ იყოს გამორიცხული, რომ 20 ივნისი იყო პროვოკაცია მოწყობილი მისი მხრიდან, თუმცა ამის მტკიცება ძალიან რთულია, ამის მტკიცების ტვირთი აქვს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს. 20 ივნისთან დაკავშირებით მე მაქვს მოლოდინი და სურვილი, რომ მაქსიმალურად ფარდა აეხადოს ყველა მოვლენას. ვნახოთ რეალურად მაშინდელ უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გახარიას მინისტრის ხელმძღვანელობით შეეძლო თუ არა თავიდან არიდება იმ სისხლისღვრს, რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტის წინ, შეიძლებოდა თუ არა ბევრად მსუბუქი მეთოდებით იგივე გულისხმობ იმ შედეგის მიღწევას, რომ თავიდან ყოფილიყო არიდებული პარლამენტზე შტურმი და პარლამენტის აღება.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე 20 ივნისის ღამეს 250-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 130-მდე აქციის მონაწილე, 40-მდე კი ჟურნალისტია. ტრულსაქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება 3 საათზე მეტია. გამომძიებელთა კითხვებს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია პასუხობდა. მისი განცხადებით გადაწყვეტილება ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო და ის ამ გადაწყვეტილებას არ ამართლებს. ხვალ კი საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკვე ლევან იზორია გამოიკითხება. გამოძიებას კითხვები 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით აქვს. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი დახარია იყო. არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა. ეს გავიგე მეორე დღეს. ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად რო ყოფილიყავით, ჩავატარეთ თათბირი, მაქსიმალური ყურადღება რო ყოფილიყო ქვედანაყოფებში, რომ ამ ინციდენტის შემთხვევაში მთავრობის მეთაურის და თავდაცვის მინისტრის ბრძანების შემთხვევაში ჩვენ რომ მზად ყოფილიყავით რეაგირებით. გზის გაყვანის პროცესი ეს იყო უკვე შემდგომი ეტაპი. ჩვენ უბრალოდ გავუწიეთ მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა. საგუშაგოსთან რო დაკავშირება მოხდარიყო რამდენიმე საგუშაგოს შორის. საჭირო იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შესაბამისად ჩვენ აღმოუჩნით ეს მხარდაჭერა. მე რომ ყოფილიყავი, რა თქმა უნდა, მე შევესწრებოდი გარკვეულწილად რაღაც სხვა ფორმით მომოქმედა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არის მიღებული. ინფორმაცია რაც მაქვს ტერიტორიები დაიკარგა, ახლა დანარჩენი მე არ ვიცი, იმის მიღმა რა ხდება არ ვიცი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში მაღალი რანგის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართა. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სამაგალითოა, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, ამის შესახებ მაკუნა აბულაძე ისაუბრებს. ბუნებრივია, საქართველოს აზერბაიჯანის პირველ დიპლომატებს სასაუბრო თემაც ბევრი ჰქონდათ, თუ გავითვალისწინებთ ამ ორი ქვეყნის როლს ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. მთავარი გზავნილი ასეთია: მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და სტუმარი განსაკუთრებულად აფასებს მასპინძელი საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის დღესდღეობით დატვირთული იყო. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და ქვეყნის პირველ კანონმდებელთან. მრავალწლიანი მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ახლა სულ სხვა ეტაპზეა. ქართულ-აზერბაიჯანული გზავნილები. უფრო მეც მოგიყვებით სიუჟეტში. ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, გლობალური საფრთხეები, შუა დერეფანი და საქართველოს-აზერბაიჯანის როლი ამ პროცესში. საკმაოდ ვრცელი იყო ის საკითხები, რომლებზეც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა ისაუბრეს. დღეს კიდევ ერთხელ და მკაფიოდ ითქვა, რომ მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო კი თავის მხრივ მზად არის ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს. მრავალწლიანი მეზობლობა და მეგობრული ურთიერთობები ახლა სულ სხვა ეტაპზეა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში ის, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოსთვის მთავარ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპაცია ორი რეგიონისა და რა თქმა უნდა ეს უსაფრთხოების გამოწვევა არის არა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის, არამედ რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში და რა თქმა უნდა ჩვენ მოწადინებული ვართ გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაიზარდოს. ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საქართველო არის გულწრფელად დაინტერესებული ჩვენს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებით, ჩვენს რეგიონში სტაბილურობით. მასპინძელმა საპასუხო ვიზიტის შესახებ მიწვევა სტუმრისგან პირადად მიიღო. აზერბაიჯანის პირველი დიპლომატი აფასებს იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს აქვს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ბევრია სექტორებიც, იქნება ეს ტურიზმი, განახლებადი ენერგია თუ სტრატეგიული პარტნიორობა. მიმდინარე გლობალური მნიშვნელობის პროექტების გარდა ორ ქვეყანას წინ დიდი საერთო გეგმები აქვს.
მიხარია, რომ ჩვენს ლიდერებს შორის ძალიან გულწრფელი და ინტენსიური ურთიერთობა არსებობს. ჩვენ გვიხარია, რომ გასულ წელს საქართველოში დიდი წარმატებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერის პირველი ვიზიტი და საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განხორციელდა. წლების განმავლობაში შუადერეფნის მნიშვნელობა იზრდება და ამ კონტექსტში ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზეც, პოტენციალზე ტურიზმის სფეროში, ვისაუბრეთ გლობალურ პროცესებზეც, რასაც გავლენა აქვს ჩვენს რეგიონზე. პატივცემულ კოლეგას ვრცელი ინფორმაცია მივაწოდე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებზე. რა მხრივაც გვაქვს დადებითი დინამიკა და მიგვაჩნია, რომ მშვიდობის გზაზე დიდი პერსპექტივაც გვაქვს. ამ პროცესში ქართულ მხარეს მინდა მადლობა გადაუხადო, რომ სწორედ მათი ინიციატივით 17 აპრილს სწორედ აქ თბილისში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველო-აზერბაიჯანს სომხეთის მხარეებს შორის. აზერბაიჯანის პირველ დიპლომატს უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუმარს პირადად დაუდასტურა, რომ საქართველო მზად არის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ ყაველაშვილმა მეგობარი ქვეყნის პირველ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობთ. ერთობლივად ეკონომიკური კუთხით საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ყოველთვის აღნიშნავ, რომ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობა ნამდვილად სამაგალითოა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ორი მეზობელი, ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობებია და ამის საფუძველზე ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეებია გრძელდება კეთილმეზობლური კავშირები. საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ქვეყნის პირველ კანონმდებელს. მხარეებმა აღნიშნეს ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს საპარლამენტო დონეზე აქვს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. კერძო საკუთრების უკანონო დაკავება შენობაში, რომელიც ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის, რამდენიმე ათეული ოჯახია შეჭრილი, ნაგებობა ავარიულია და მისი სასწრაფო დემონტაჟია საჭირო. მათ კომპანიამ კონკრეტული შეთავაზებითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ თუ ტერიტორიას არ დატოვებენ ორ დღეში, კანონის შესაბამისად მოუწევთ შენობის დატოვება. გიორგი აბაზაძე ამბობს. თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე ყოფილი ქარხნის ავარიულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახების სხვისი კერძო საკუთრებიდან გამოსვლას არ აპირებენ. ტერიტორია და მასზე მდებარე ხუთი შენობა კომპანია Black-Sea Prophet-მა ინვესტიციის მიზნით 2022 წელს შეიძინა, თუმცა კუთვნილი უძრავი ქონებით ვერ სარგებლობს. ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილები ახლა საცხოვრებელ ფართებს არემონტებენ. კამერების გამოჩენას მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა და გადაღების საშუალება არ მოგვცეს. ქირას ნაღდად ვერ გადაიხდი ნამდვილად. იყო ზოგიერთი იმიდან შემოთავაზება, რომ 300 ლარებში მოძებნეთ ბინები. აქედან ვერავინ ვერ გავა, იმიტომ ვერ გავვლენო. აზრი არ აქვს ჩვენ გასვას ქუჩაში დავჭებით თუ მართლა არ აქვს. 150 ოჯახია. ოჯახში 4 კაცია. შენობა მეოთხე კატეგორიის ავარიულია, ამას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ამყარებს. ამიტომ რეკომენდებულია შენობის დემონტაჟი. მზიდი კედლები დაზიანებულია და ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება არსებობს. ტერიტორიის მესაკუთრე კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით თვითნებურად შესახლებულები არაერთხელ გააფრთხილეს და გარკვეული პირობებით შესთავაზეს. მათ შორის დროებით ქირით გაყვანა, რასაც არ დათანხმდნენ. დანგრევის პირას მისულ შენობას, რომელიც დემონტაჟი უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად, ერთიურად ართულებს ის გარემოება, რომ ახდენენ მიშენებებს. სახელმწიფოსგან როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ეს ინფორმაცია, მიღებული აქვთ როგორც ფინანსური დახმარებები, ასევე დახმარებები უძრავი ქონების სახით, ბინის სახით. ინვესტორი, რომელიც არის აზერბაიჯანის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კერძო საკუთრება, თანახმა იყო და რაღაცა მოსაზრებას გამოთქვამდა ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური დახმარება გაეწია მათთვის, მაგრამ თითქმის
სახსახად ყველა ადამიანი გვეუბნება შემდეგს, რომ არანაირი ფინანსური დახმარება არ გჭირდება, გვინდა ფართები ადამიანები არიან და ოჯახები არიან, რომლებსაც უნდა 100 კვადრატი, რომლებსაც უნდა 200-300 ინვესტიციის შემოტანა არ ნიშნავს მხოლოდ თანხის შემოტანას, შესაბამისად აღნიშნული თანხა უნდა ჩაიდოს უძრავ ქონებაში, უნდა აშენდეს და შესაბამისად საჭიროა არა ათეულობით და ასეულობით ადამიანი უნდა დასაქმდეს. რეალურად მისამართზე მხოლოდ 39 ოჯახი ცხოვრობს, დიდ უმრავლესობას ფართი დაკავებული აქვს. იქ არ ცხოვრობენ, მაგრამ კომპენსაციას ითხოვენ. თვითნებურად შესახლებულებს შორის ნაწილი იძულებით გადაადგილებულია და სახელმწიფოსგან საცხოვრებელიც აქვს. ზოგიც მოლოდინის რეჟიმშია. რამდენიმე განაცხადი აქვს შეტანილი რუსთავის, ზუგდიდის ბინებზე, რამდენიმე ოჯახი სოფლაცახლის პროექტშია ჩართული, მათი განაცხადი უკლებლივ ყველასი განხილულია, მათი ძალიან დიდი ნაწილი ძალიან სწრაფად მიიღებს შესაბამის დაფინანსებას, აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, ისინი შეჭირებულ მდგომარეობაში არიან. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, არავის ზოგს არ აქცევს ამ ადამიანებს. აღსრულების ეროვნული ბიურო თვითნებურად შესახლებულებს მოუწოდებს მესაკუთრისა და სახელმწიფო უწყების შეთავაზებებს დათანხმდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს. ექვემდებარება დაუყოვნებლივ დემონტაჟს, შესაბამისად აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ პროცესი გადადოს, იმიტომ რომ საფრთხე ექმნება იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენ წარმოების ფარგლებში ათეულობით ვიზიტი განვახორციელეთ მისამართზე და მოვახდინეთ იდენტიფიცირება იმ საჭიროებებისა, რაც გააჩნიათ იქ მყოფ პირებს. მათ შორის დადგინდა, რომ ზოგიერთი პირი სახელმწიფოს მხრიდან უკვე არის უზრუნველყოფილი საცხოვრისით, დანარჩენ პირებთან მიმართებით მიმდინარეობს ღონისძიებები, რაც მოიტანს შედეგს, რომ ისინი არ დარჩებიან უსახლკაროდ და სახელმწიფო იზრუნებს მათ განსახლებაზე. საქმის წარმოება აღსრულების ბიუროში შარშან 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. თუ უკანონო შეჭრილების შეთავაზებას არ დათანხმდებიან, 24 ივლისს ტერიტორიის დატოვება კანონის შესაბამისად მოუწევთ. ძლიერი წვიმა განადგურებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და საგზაო ინფრასტრუქტურა დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესიც განვითარდა. სპეციალურად შექმნილი სალიკვიდაციო შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. უხმანალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა ადიგენის მუნიციპალიტეტში. რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ავტომობილები, საქონლის სადგომები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. შექმნილია სალიკვიდაციო შტაბი. სტაბილურად აგვაქვს უკვე საქმე, საშიშროება აღარაფერი აღარ არის, ის ხები რომელიც ჩაქერგილი იყო. დავაფაქტორეთ 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ვარაუდობთ, რომ 10 დღის ვადაში უკვე მოვჩევით ძალიან დიდი ზარალი არ აქვს. მოსახლეობა რეგიონალურად მანამ სანა საფრთხოდ არ იქნება ტერიტორიაზე. გვიანღამით ქუთაისი ლენტეხი უშქულის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. მთავარ გზაზე პრობლემა უკვე მოგვარებულია და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგა. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები ლენტეხის რამდენიმე სოფელში. სტიქიამ დააზიანა ორი სოფლის, ჩუკულისა და ნაკიშერის დამაკავშირებელი ხიდი. გადაადგილების პრობლემები შეიქმნა სოფელ ბავარში. დილიდან ადგილზე მობილიზებული არის ტექნიკა, გახსნილია დღის მდგომარეობით ფაქტობრივად ცენტრალური საავტომობილო გზები, ასევე მუშაობა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე. სოფელ ლეუშერთან ჩამონაშალ მიწის მასაში შეფერხდა ტურისტული ჯგუფი, რაზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ისე რეაგირება მოყვა და გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოპერატიულად მოახდინა ტექნიკის მობილიზება და ამ ეტაპზე აბსოლუტურად სრულად გახსნილია ქუთაისი ლენტეხი უშქულის მიმართულებით საავტომობილო გზის მოძრაობა. უხმანალექმა დააზარალა ცაგერის მუნიციპალიტეტიც. ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა საავტომობილო ხიდი დააზიანა, რამაც კურორტ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილება შეზღუდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. საგანგებო შტაბში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. კურორტზე ამჟამად იშვიათად დაახლოებით 250 ადამიანი, მათ ელექტროენერგია მიეწოდებათ. მუდმივი სატელეფონო კავშირი გვაქვს დამსვენებელთან, დაზიანებული და დაშვებული არავინ არ არის. სტიქიამ ასევე დამეწყრა ჩოხატაური ბახმაროს გზა, რომელიც უკვე გაწმენდილია. მიმდინარეობს მილხიდების დასუფთავების სამუშაოები. ოპერატიულად განხორციელდა ტექნიკის მობილიზაცია და ამ დროისათვის გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით სრულიად თავისუფალია. ამ დროისათვის ორი ლოკაცია რჩება პრობლემურად და აქ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოსახლეობას გადაადგილებაში შეფერხება არ შეექმნას. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
კომერციული და სავაჭრო ობიექტები მოსახლეობის სურსათით მომარაგების და ელექტრომომარაგების კუთხით არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ძლიერი წვიმის პირველივე წუთებიდან სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთნენ მეხანძრე მაშველები, პოლიციელები და ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომელი. სტიქიით დაზარალებულები მოინახულეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტებში შექმნილია დროებითი შტაბები, სადაც სტიქიისგან გამოწვეულ ზარალს სწავლობენ. ბავშვიანი და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა სახელმწიფოსგან პროგრამით სუბსიდირებული იპოთეკური სესხი უკვე 8000-მდე ოჯახმა ისარგებლა. პროგრამაში, რომელიც 5 წლის განმავლობაში 100% სარგებლის სუბსიდირებას ითვალისწინებს, ჩართვა იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებსაც 1 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ. ნინი ჩუბინიძე გიამბობთ. მარიამ წამალაშვილი მეუღლესთან და 1 წლის შვილთან ერთად თბილისში იმ ბინაში ცხოვრობს, რომლის შეძენად სახელმწიფო პროგრამის იპოთეკური სესხის სუბსიდირებით შეძლო. ამბობს, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გაფართოება ბავშვის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტეს. ახლად შეძენილი ბავშვის სტატუსით კი პროგრამაში ჩაერთნენ. სახელმწიფო მათ 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის პროცენტს 4.5%-ით დაუსუბსიდირებს. აუცილებლად გამოსაყენებელია ის ვისაც ბავშვი ყავს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს ფორს მაჟორი იყო, ეს პატარა ბავშვი, ეს ქაოსი, მაგრამ ამ პროგრამამ რეალურად ძალიან კარგი საქმე გაუკეთა ჩემს ოჯახს და ჩემ ბავშვის მომავლისთვის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, თუ სესხის აღების პროცესში 1 წლამდე ასაკი შვილი ჰყავთ. 1 და 2 შვილიან ოჯახებს სახელმწიფო სესხის პროცენტის 6%-ს დაუფარავს. 3 და მეტი შვილის შემთხვევაში მთავრობა პასუხისმგებლობა შედარებით მეტის 8%-ის დაფარვაზე იღებს. განაცხადის შევსება შეუძლია ყველას განურჩევლად სოციალური სტატუსისა. პროგრამა ასევე ვრცელდება მარტოხელა-მშობლებზე ქვრივებსა და შვილის აყვანის შემთხვევაში. ახლად შეძენილ შვილზე ოჯახებს საშუალება აქვთ მიიღონ სესხის, იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება. პირველ და მეორე შვილზე მათ საშუალება აქვთ მიიღონ რეფინანსირებას გამოკლებული 3.5%, მესამე და შემდგომ შვილზე მათ შეუძლიათ მიიღონ რეფინანსირებას გამოკლებული 1.5%. პროგრამის მიზანი მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა, რომელთაც ახლად შეძენილი შვილი ან შვილები ჰყავთ. პროგრამის ბენეფიციარების იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სახელმწიფო სესხის აღების მომენტიდან 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. ერთი მხრივ დემოგრაფიული პოლიტიკის ხელშეწყობა და მეორე მხრივ ბიზნეს აქტიურობის წასახალისებლად სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული სუბსიდირება სესხების მრავალშვილიანი ოჯახებისთვის არის გამოცდილი პრაქტიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სამშენებლო ინდუსტრიას ხელი შეეწყო, საბანკო სექტორს ხელი შეეწყო, მომიჯნავე დარგები განვითარდნენ და რა თქმა უნდა ყველაფერ ამასთან ერთად ხელი შეეწყო დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებით. სახელმწიფო პროგრამა სუბსიდირებული იპოთეკური სესხი 2021 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდში 7000-ზე მეტ ოჯახზე გაიცა სესხი, რომელთა საერთო მოცულობამ 1 მილიარდ ლარამდე შეადგინა. აქედან 100 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის სახით გაიცა. შრომის უნარიანობის ამაღლება და სამუშაო ბაზრის დივერსიფიკაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო რეგიონებსა თუ დედაქალაქში პერიოდულად დასაქმების ფორუმებს მართავს. ანაზღაურებადი სტაჟირება განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ნინი მაისურაძის სიუჟეტი. ჩემი პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის თეორიული ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ, პრაქტიკაში გადმოვიტანთ. ეკა მეოთხე კურსის სტუდენტია და პროფესიას უკვე რეალურ სამართლებრივ პრაქტიკაში შეუქმება. დასაქმების ფორუმის შესახებ ონლაინ შეიტყო, შესაძლებლობა გამოიყენა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად ახლა პირველ სამუშაო გამოცდილებას და ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს. ფორუმის მეშვეობით იურისტთა უმაღლესმა სკოლამ მთლიანობაში 8 ახალი კადრი აიყვანა. უკვე გამოიკვეთნენ 1 წლიანი ხელშეკრულების გაფორმების კანდიდატებიც. რეალურ საქმეებთან მიწევს შეხება, სარჩელების გაცნობა მიწევს უშუალოდ სასამართლო პროცესებზე დასწრება და ვფიქრობ, რომ ეს მომავალი იურისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა ამ პროექტმა, იმიტომ რომ დღეს წარმოდგენილი არიან ის სტაჟიორები, რომლებიც სწორედ ამ ფორუმზე მოვიდნენ, სახელმწიფო მხარდაჭერა ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
პრაქტიკული კავშირი განათლებასა და რეალურ დასაქმებას შორის 5 მიზნობრივი ფორუმი დედაქალაქსა და რეგიონებში, სადაც ბიზნესმა საჭირო კადრები მოიძია. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წლებია ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას მართავს. მიმდინარე წლის შედეგები კი გამორჩეულად ხელშესახებია. 152 მოქალაქე და 30-მდე რეალური დამსაქმებელი. სტაჟიორებზე 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიაც გაიცემა. სააგენტოს შეუძლია მომართოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. აქვს პრიორიტეტული ჯგუფები, ახალგაზრდები, შემოპირები, სესამოპირები, ზრუნვის ქვეშ მყოფი ქალბატონები, მრავალშვილიანი დედები. სახელმწიფოს პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. დასაქმებისთვის შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ორივე მხარე, დამსაქმებელიც და დასაქმებულიც კმაყოფილი დარჩება. მსგავსი სტაჟირების პროგრამები კი შრომის უნარიანობის ასამაღლებლად და ქვეყანაში სამუშაო ბაზრის დივერსიფიცირებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ადამიანის ფაქტიურად ხელი ჩავკიდოთ და მივიყვანოთ დამსაქმებელთან. ეს არის ჩვენი მთავარი მისია. გვინდა რომ სოფელი გამოვაცოცხლოთ, იქვიფოთ ნიჭიერი ადამიანები. 50-ზე მეტი პროფესიის ჩამონათვალი აქვს. ყველგან უზარმაზარი მოთხოვნა არის და ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა ხელშესახები წარმატება გვექნება. უმუშევართა მაჩვენებლის შემცირება სახელმწიფოს პრიორიტეტია. ეს პროგრამაც იმ მრავალთაგან ერთ-ერთია, რომელიც მოქალაქეთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას უზრუნველყოფს. ვაკეში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასასრულს უახლოვდება. ვაკის პარკიდან ვაკის სასაფლაომდე წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელების შეცვლილია. ბოლო ეტაპზეა გაზმომარაგების მილების განახლება. დაგებული ასფალტის საფარის ქვედაფენები კიდევ რა არის პროექტით გათვალისწინებული და რა ვადებში დასრულდება სამუშაოები, მარიამ მელაშვილი გეამბობთ. ვაკეში ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია. 13,000 მეტრ კვადრატ ფართობზე ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალარინების, წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები სრულად შეიცვალა. რამდენიმე დღეში ჩანაცვლდება გაზმომარაგების მილებიც. ვაკის პარკიდან ვაკის სასაფლაომდე და გიორგი წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარის ქვედაფენები უკვე დაგებულია. მიმდინარეობს ტროტუარების მოპირკეთება და ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით საყრდენი კედლის მშენებლობა. მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად მოწესრიგებული არის. დარჩენილი არის ვაკის სასაფლაოს წინ არსებული საგზაო ნაწილის მოწესრიგება. სამუშაოების 95% შესრულებულია, დაწყებულია საგზაო სამუშაოები. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში შემოვა გამწვანების კომპანია, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს. პროექტის შემდეგ ეტაპზე მოეწყობა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ელექტროეფექტური LED სანათები, ასევე უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. ინფრასტრუქტურა მოერგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც. მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეცვლილია, დარჩენილია მხოლოდ გასადენის მილები, რომელიც 2 დღეში დასრულდება. უმეტეს ნაწილზე ქვედაფენები ასფალტის უკვე მოწყობილია. მიმდინარეობს ტროტუარების მოპირკეთება, ბორდიურების ჩამოსხმა, ასევე ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოწყობა. საავტომობილო გზაზე იცვლება ავტომობილების გადაადგილების წესები, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილებას გაამარტივებს და მოძრაობას მეტად უსაფრთხოს გახდის. საგზაო წესებში ცვლილებები მოსახლეობის თხოვნით შევიდა. მნიშვნელოვანია, რომ კუსპიდან ჩამოსვლელი ნაკადი შეძლებს მარცხნივ მოძრაობას ბაგების მიმართულებით, ასევე ბაგებიდან მომავალი ნაკადი პირველ რიგში შეძლებს მარცხნივ მოხვევით გადაადგილებას ენდელაძის მოედნის მიმართულებით, ასევე ხაბეიშვილის ქუჩაზე შეეძლებათ მარცხნივ მოხვევით ადგილობრივ მოსახლეობას მოხვედრა, რომელიც შუქნიშნით იქნება რეგულირებული. სამოძრაო ზოლების რაოდენობა რჩება უცვლელი. ვაკეში ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი ლარია, აგვისტოში დასრულდება. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლს ესტუმრა. დავით სონღულაშვილმა მესაქონლეობის ფერმა, ცხოველთა საკვების საწარმო, საკალმახე და სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და ფერმერებსაც შეხვდა. ანა შეპკინეს და ხატია იუბიძის რეპორტაჟი. ეს სოფელ სათემოში არსებული სათბურია, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია. 750 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მეურნეობაში 50 ტონამდე პომიდორის მოსავალს ელოდებიან. სახელმწიფოს გვერდში დგომა ნიშნავს წახმარებას, მის წახალისებას. ეს აუცილებელი არის.
სოფელ ხადაკში მოეწყო ფერმა და ცხოველთა საკვების საწარმო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. პროდუქციის შხამქიმიკატების ხარისხის კონტროლს კი სურსათის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ამხორციელებს. 1000 მეწველზრუხაზე არის პროექტი გათვლილი. დღიური საწარმოო მაქსიმუმი, როცა მივახცევთ, დღეში გვექნება 30 ტონა ნედლი რძე, დღეს დაახლოებით 16-17 ტონა ნედლი რძე გვაქვს. მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით ძირითადად დამოკიდებული ვართ ხილზე და ბოსტანზე და რო იყოს ხარისხიანი აგროქიმიკატები და პესტიციდები. სოფლის მეურნეობის მხრიდან ფინანსდება საკალმახე მეურნეობაც, რომლებიც ქართული ბაზრის მსხვილ მომმარაგებელთა სიაში არიან. მეწარმეებმა მინისტრს შეხვედრისას საჭიროებებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის მეურნეობის განვითარება მოგეხსენებათ ხელშეუწყობს და ხელს უწყობს ჩვენ მოსახლეობის დასაქმებას. წლის ბოლომდე დაიწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გორის ოფისის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. სადღეო სამსახური კი მუშაობას განახლებულ სივრცეში განაგრძობს. აქ დასაქმებული 86 თანამშრომლისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. უკვე დაგეგმილია ჩვენი ოფისის ახალი მშენებლობა, რომელიც იქნება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, რომელიც გააუმჯობესებს პირობებს. მინისტრის განცხადებით მხარდამჭერი პროგრამების მეტი ეფექტურობისთვის ვითარების ადგილზე გაცნობა და ბენეფიციარებისგან საჭირო ინფორმაციის მიღება აუცილებელია. როგორც დავით სონხულაშვილი განმარტავს, რეგიონების გაძლიერება ეკონომიკურ მაჩვენებელზე დადებითად აისახება. მნიშვნელოვანი არის ის პროგრამები, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში ამ მიმართულებით ახორციელებს და აუცილებლად მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რომ გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის ის ნაწილი, რომელიც რეგიონულ გაძლიერებას ქმნის საბოლოო ჯამში. რეგიონებში სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ფერმერების დახმარება აქტიურად გაგრძელდება. ახლა უცხოეთ სიახლეები, ვინდა რა იგულისხმება Deep State-ის უკან ამ კითხვაზე პასუხად ტრამპის ადმინისტრაცია უკვე კონკრეტულ პირებს ასახელებს. მას შემდეგ, რაც ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ობამას ადმინისტრაციის შეთქმულება გამოაშკარავა, რესპუბლიკელები რეალური ადამიანების მხილებასა და გასამართლებას კაცრად ითხოვენ. მარიამ გიგანი გიამბობთ. გამოაშკარავდა Deep State-ის გეგმა, სტრატეგია და სამიზნე წერს გენერალი მაიკ ფრინი მას შემდეგ, რაც ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ბარაკ ობამას მიერ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2016 წელს ორკესტრირებული შეთქმულების დეტალები გაასაჯაროვა. ტულსი გაბარდი იუსტიციის დეპარტამენტისგან სისხლის სამართლის გამოძიებას ითხოვს ეგრეთ წოდებული Russia Gate-ის საქმეზე. ობამამ თავად გამოიგონა რუსეთის ჭორი. თაღლითი ჰილარი, მძინარე ჯო და მრავალი სხვა მონაწილეობდა ამაში. ეს არის საუკუნის დანაშაული. არსებობს უდავო მტკიცებულება. ეს არის უდიდესი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა აღმოაჩინა დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ ობამას ადმინისტრაციამ, მათ შორის თავად პრეზიდენტმა და დაზვერვის უფროსმა, იცოდა, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა მაინც წამოწიეს ეს ნარატივი ტრამპისა და რუსეთის მოკავშირეობის შესახებ. გამოიყენეს ყალბი ინფორმაცია. ტულსი გაბარდიმ ეს დოკუმენტები FBI-სა და პროკურატურას გაუგზავნა სისხლის სამართლის გამოძიების მიზნით. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტრამპის წინააღმდეგ 2016 წელს მოწყობილ შეთქმულებას ღალატი უწოდა. რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ თუ ტრამპის კაბინეტი Deep State-ის მოღალატეობრივ ქმედებებზე ღიად ალაპარაკდა, ეს პროცესი მხოლოდ რიტორიკით არ უნდა შემოიფარგლოს და რეალურად უნდა გასამართლდნენ ქვეყნის მოღალატეები. თუ კი თქვენს მხარდამჭერებს Deep State-ის მოღალატეობრივ დანაშაულზე, არჩევნებში ჩარევაზე, შანტაჟსა და მდიდარი ძლევამოსილი ბოროტი ელიტის ხროვაზე ესაუბრებით, მაშინ ხალხის თითოეული მტერი უნდა გაანადგუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის ბირთვის ზურგს შეგაქცევთ. დაზვერვის ეროვნული დირექტორის მხრიდან Deep State-ზე თავდასხმას და ობამას ადმინისტრაციის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს დემოკრატიულ პარტიაში ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია და დაზვერვის სამსახურის იარაღად გამოყენება უწოდეს. ტრამპი ტრანსგენდერების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული woke იდეოლოგიის აღმოფხრას ცდილობენ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საავადმყოფომ, სადაც ბავშვთა სქესის შეცვლის პროცედურა მიმდინარეობდა, ფუნქციონირება ოფიციალურად შეწყვეტა. ამერიკელი სენატორის განცხადებით ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა woke იდეოლოგიის დამარცხება.
ტომი ტუბერვილმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ იგი რადიკალურ ტრანსგენდერულ იდეოლოგიას, განსაკუთრებით კი ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მიესალმება იმ ფაქტს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს პრაქტიკა ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ამერიკელი ახალგაზრდები თავს ისევ კარგად გრძნობენ, რადგან მათ woke იდეოლოგიაზე აღარავინ ესაუბრება. ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობის საკრძალვაზე ჩემს კანონ პროექტს 4 წელი არც ერთი დემოკრატი არ უჭერდა მხარს, რაც სრული სიგიჟია. ეს არის თავდასხმა ქალებზე. ხალხი, რომელიც მამაკაცებისთვის ქალთა სპორტში შესაძლებლობებზე საუბრობს, გონია რომ სხვა პლანეტიდან არიან. ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან განსხვავდებით ფიზიკური იდენტობა სხვადასხვაგვარი გვაქვს და ამიტომაც სპორტში გამიჯვნაც აუცილებელია. რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის აღმოფხვრა, ასევე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმება ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 6 თვის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად დაასახელა თეთრი სახლის პრეზმდივანმაც. კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ბავშვთა სქესის შეცვლის ქირურგიული და ჰორმონალური პროცედურები შეერთებული შტატების კიდევ რამდენიმე საავადმყოფომ შეწყვიტა. ფედერალური მთავრობიდან და არმიიდან აღმოიფხვრა ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების პროგრამები. ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობა აიკრძალა და დაბრუნდა საღი აზრი. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებების დამსახურებით დასრულდა ბავშვთა ქიმიური კასტრაციის პრაქტიკა. ამჯერად ვაშინგტონის ბავშვთა საავადმყოფომ გამოაცხადა, რომ არასრულწლოვნების სქესის შეცვლის ჰორმონალურ თერაპიას აღარ დაუშვებს. ეს ამერიკისა და ამერიკელი ბავშვებისთვის უდიდესი გამარჯვებაა. ბავშვთა სქესის შეცვლის პროცედურებს ბარბაროსულს უწოდებს წარმომადგენელთა პალატის წევრი ნენსი მეისი და მემარცხენეებს ამ მავნებლური პრაქტიკის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ბავშვთა კასტრაცია დაუშვებელია. შტატებს ნებართვა უნდა მიეცეს, რომ შეზღუდონ ამგვარი შეურაცხმყოფელი ბარბაროსული სამედიცინო ჩარევა, რაც სამედიცინო მომსახურება კი არა, უბრალოდ ამას რძენობა. შტატებმა უნდა თქვან უარი იმ გიჟურ, ავადმყოფურ და ბოროტ იდეოლოგიაზე, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში შეაღწია და მთელ ქვეყანაში გავრცელდა. რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგ ტრამპის მკაცრი პოლიტიკის მიუხედავად woke იდეოლოგიის მომხრეები არ ნებდებიან და ამერიკის პრეზიდენტის ყოველ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ. ეს ყველა სიახლეს გაიცნობთ იმედი News-ზე. ახლა